რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის ნებისმიერი შეფასება, განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ევროპელი პარტნიორების მხრიდან, თუმცა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი თანამოქალაქეების შეფასება, სადაც რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ერთსულოვნება, ყველა გადაწყვეტილება საპარლამენტო დონეზე ყოველთვის ხდება კონსულტაციების ფონზე, სადაც ჩვენ უმრავლესობას გვაქვს სრულად შეთანხმებული საკითხები და შესაბამისად ხდება ამ საკითხების მიღება. ეს არაფერი არ შეუჩერებია. შეჩერება მიმართვიანობას შეაჩერა. მოლაპარაკებები არ არის შეჩერებული, ყველაფერი არის ზალაში და თქვენ თვითონ ხედავთ ამას, გამოქვეყნებული რეიტინგები, სადაც საქართველოს არის მოწინავე პოზიციებზე. ეს რას ნიშნავს? იმისკენ რომ რა თქმა უნდა მივდივართ ევროპისკენ, მაგრამ მივდივართ ევროპისკენ ჩვენი ძლიერებით და ჩვენს ქვეყანაში გაძლიერებული ეკონომიკით. ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას. ჩვენთვის უმთავრესი არის ჩვენი მოქალაქეების ლეგიტიმაცია. თავარი არის ჩვენმა მოქალაქეებმა მოქცეს ლეგიტიმაცია და ჩვენ ერთად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ყველა ქვეყნის ლეგიტიმაციას მივიღებთ, თუ ჩვენ გვექნება ერთობა და იქნება ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი. მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.